ონავარი ოლივერი, ფრანჩესკა საიმონი. უნაკლო დღე. ონავარი იყო. ამას ყველა ამბობდა, დედამისიც კი. ოლივერი ისროდა საჭმელს, იკბინებოდა, ხელებს იქნევდა, მუჯრუგუნებს იკვრევინებოდა და იჩქმიტებოდა. თავისი დათუნია მისტერ კილიც კი როცა კი მოახერხებდა, ოლივერს თავს არიდებდა. მშობლების სასოწარკვეთილები იყვნენ. ამ ონავარ ბიჭს რა უნდა ვუყოთ? ოხრაოდა დედა. ჩვენნაირ წესიერ ხალხს ასეთი ონავარი შვილი როგორ უნდა ჰყავდეს? მოთქვამდა მამა. დილაობით, როცა სკოლაში მიჰყავდათ, მშობლებს თავი ისე ეჭირათ, თითქოს ბავშვი მათი არ იყო. ბავშვები თითს იშვერდნენ ოლივერისკენ და თავიანთ მშობლებს ჩურჩულით ამცნობებდნენ. აი, ეს არის ონავარი ოლივერი. ეგ ის ბიჭია, ჩემი ქურთუკი, ტალახში რომ მოისროლა. ეგ ის ბიჭია, ბილის ხოჭო რომ გასრისა. ეგ ის ბიჭია, აქ ნებისმიერი ონავრობის დამატება შეგიძლიათ. ოლივერს უთუოდ ყველა ექნება ჩადენილი. ონავარ ოლივერს უმცროსი ძმა ჰყავდა, უნაკლო უილიამი. უნაკლო უილიამი არასდროს იშორებდა ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა გეთაყვა და მადლობა. უნაკლო უილიამს ბოსტნეული უყვარდა. უნაკლო უილიამი ყოველთვის იყენებდა ცხვირს სახოთს. ცხვირს კი არასდროს იჩიჩქნიდა. რატომ არ შეგიძლია ძმასავით უნაკლო იყო ოლივერ? ყოველ ცისმარე დღეს ეკითხებოდა დედა ოლივერს, როგორც ყოველთვის, ვითომ არაფერი ესმოდა. უილიამსის პასტელებს უდარდელად ადნობდა რადიატორზე. მაგრამ ერთხელაც ონავარმა ოლივერმა გაიფიქრა, რა მოხდება მეც რომ უნაკლო ვიყო? და მეორე დილით ოლივერს ძმა ჩვეულებისამე თავზე წყლის გადასხმით არ გაუღვიძებია. შესაბამისად, უილიამის არ დაუყვერია, რის გამოც ოლივერის მშობლებს ჩაეძინათ. უილიამისა და ოლივერს კი სკაუტების შტაბში მისვლა დააგვიანდათ. ოლივერს ძალიან გაუხარდა. უილიამის ძალიან ეწყინა, მაგრამ რადგან უნაკლო იყო, ჩივილი და წუწუნი არა უტეხავს. სკაუტების შტაბისკენ მიმავალ გზაზე ოლივერს წინა სავარძელზე მჯდომ ძმასთან არ უკენკლავია, არც კეფაზე წამოუტყავს და არც უჩქმეტია. შინ დაბრუნებულს არც უილიამის აგებული ციხესიმაგრე დაუნგრევია. სავარძელში მოკალათ და წიგნი გადაშალა და გულმოდგინედ კითხვას შეუდგა. დედა და მამა ოთახში შეცვივდნენ. საეჭვოდ დუმხართ, ეჭვის თვალით გადახედა დედამ. ოლივერ, ისევ საძაგლად იქცევი არა? არა, მშვიდად მიუგო ოლივერმა. უილიამ, ციხესიმაგრე უკვე დაგინგრია? უილიამს უნდოდა ეთქვა კი, მაგრამ ტყუილი იქნებოდა, ამიტომ ჩაიბურტყუნა არა. უილიამს ვერაფერით გაეგო ოლივერი ასე უცნაურად რატომ იქცეოდა. რას აკეთებ, ოლივერ? ახლა მამა მიუბრუნდა ოლივერს. სუპერ თაგვზე ვკითხულობ, სუპერ ამბავს. არ დაიბნა ოლივერი. მამას არასდროს ენახა ოლივერს წიგნი წაეკითხოს, ამიტომ სასწრაფოდ შეამოწმა. ბიჭი წიგნის ქვეშ საეჭვო ჟურნალს ხომ არ მალავსო? ჟურნალი ვერ იპოვა. ოლივერი ნამდვილად წიგნს კითხულობდა. ჩაახველა მამამ. ამასობაში სადილობის დრო მოსულიყო და მოშივებული ოლივერი სამზარეულოსკენ გაეშურა. სადილს მამა ამზადებდა, ნაცვლად იმისა, რომ დაეყვირა შიმშილით ვკვდები, სად არის ჩემი საჭმელიო? ოლივერმა მშვიდად იკითხა. მამა, დაღლილი ჩანხარ, მომზადებაში ხომ არ დაგეხმარო? საზაკლად ნუ იქცევი, ოლივერ, თქვა მამამ და ათუხთუხებულ წყალში ბარდას ჩაუძახა. მერე კი შეჩერდა, რომ არ მომესმაო და შვილს ჩაეძია. რა თქვი, ოლივერ, შემიძლია დაგეხმარო? სამზარეულოში უნაკლო უილიამი გამოჩნდა. გკითხე,
დახმარება ხომ არ გჭირდება მეთქი, გაიმეორა ოლივერმა. მე პირველმა ვიკითხე, ართმობდა უილიამი. ოლივერი ხომ ყველაფერს აურევს? გაიფიქრა მამამ და უილიამს სთხოვა. სტაფილოს ხომ ვერ გაცლიდი, სანამ 2 წუთით ჩამოვჯდები? რა თქმა უნდა, გაიხარა უნაკლო უილიამმა და მაშინვე ისედაც სუფთა ხელები დაიბანა, სუფთა წინსაფარი მოირგო და სუფთა სახელოები დაიკაპიცა. ელო და ოლივერის სათლელს წამართმევსო, მაგრამ ოლივერმა სუფრა გაშალა. ამ დროს სამზარეულოში დედაც გამოჩნდა. რა გემრიელი სურნელი ტრიალებს, აღნიშნა დედამ და მაშინვე დაამატა. გმადლობ ძვირფასო უილიამ, სუფრა გაგიშლია. კარგი ბიჭი ხარ. უილიამი გაისუსა, სუფრა მე გავშალე დედა, შენიშნა ოლივერმა. დედამ ოლივერს გადახედა. უნდობლად, შენ? მე დაბეჯითებით დაუდასტურა ოლივერმა. და რატომ? დაეჭვებით იკითხა დედამ. ოლივერს გაეღიმა. დახმარება მინდოდა. მორიგი ონაურობა ჩაიდინე, არა ოლივერ? ჩაერთო, მამა. არა, ოლივერმა სათნო გამომეტყველების მიღება სადა, ხვალ სუფრას მე გავშლი. არ დააყოვნა უნაკლო უილიამმა. გმადლობ ჩემო ანგელოზო, გაუღიმა დედამ. სადილი მზად არის, დაიძახა მამამ. ოჯახი სუფრას მიუჭდა. სადილად ჰქონდათ სპაგეტი და ხორცი, სტაფილოთი და ბარდით. ოლივერმა დანა ჩანგლითა და კოვზით ისადილა. უილიამს ბარდა არ ესროლა და არც პირი აწკლაპუნა, საჭმელს არ თქველებდა და სუფრასთანაც გამართული იჯდა. გაიმართე ოლივერ, შენიშნა მისცა მამამ. გამართული ვარ, მშვიდად მიუგო ოლივერმა. მამამ თავი თეფშიდან ასწია. მართალია ჩაილაპარაკა გაოცებით. უნაკლო უილიამს მადა დაეკარგა. ნეტა ოლივერი ბარდას რატომ არ ესროდა? უილიამმა ნელა გაიწია ბარდისკენ და სწორედ მაშინ, როცა არავინ უყურებდა, ძმას ბარდა უთავაზა. ჯანდაბა გაბრაზებით შესწახა ოლივერმა. საძაკლად ნუ იქცევი ოლივერ, არ დააყოვნა დედამ. ოლივერმა მუჭა ბარდით გაივსო, მაგრამ გაახსენდა, უნაკლო რომ უნდა ყოფილიყო და გადაიფიქრა. უილიამი ავად იღიმოდა, ეგონა წუთიც და მისკენ ბარდის წვიმა წამოვიდოდა, მაგრამ შეცდა. საბრალო უნაკლო უილიამი ვერაფერს ხვდებოდა. სად იყო ფეხი მაგიდის ქვეშ, რომ ყველასთვის ურწყამდა. უილიამმა ნელა გაშალა ფეხი და ოლივერს ჰკრა. ჯანდაბა, კვლავ შესძახა ოლივერმა. ნუ ონაურობ ოლივერ, ამჯერად მამამ გააფრთხილა, მაგრამ მე გაცეცხლდა ოლივერი, თუმცა მალევე გაჩუმდა. ბიჭს ძალიან მოუნდა უილიამისთვის სეირი ეჩვენებინა, მაგრამ გაახსენდა, უნაკლო რომ უნდა ყოფილიყო და ჭამა განაგრძო. დღეს საეჭვოდ ჩუმად ხარ ოლივერ, შენიშნა მამამ და მით უფრო სიამოვნებით მიუმართავ გემრიელ სადილს, მიუგო ოლივერმა. ოლივერ, შენი ბარდა და სტაფილო სად არის? კითხა უცებ დედამ. შევჭამე, უპასუხა ოლივერმა, უგემრიელესი იყო. დედამ ჯერ იატაკს დახედა, მერე ოლივერის სკამქვეშ შეიხედა. ბოლოს ყოველი შემთხვევისთვის ოლივერის თეფშის ქვეშაც შეამოწმა. შენი ნიწლი ბარდა და სტაფილო შეჭამე? იკითხა დამარცვლით და შვილს შუბლი შეუმოწმა. თავს კარგად გრძნობ ოლივერ? კი, თავი დააქნია ოლივერმა. ონავარმა და მაშინვე დაამატა. კარგად ვარ, გმადლობ. დედამ და მამამ ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე ოლივერს დააკვირდნენ. ბოლოს კი დედამ შესწახა. ოლივერ, მოდი მაგრად უნდა გაკოცო. შესანიშნავი ბიჭი ხარ, გინდა ტორტის ნაჭერი მოგცე? მაგრამ ოლივერს უილიამმა დაასწრო პასუხი. გმადლობ, არა ტორტი არ მინდა, ბოსტნეულის დამატება მირჩევნია. ოლივერმა დედას აკოცნინა.
ღმერთო, რა რთული საქმე იყო. უნაკლობა ოლივერმა ძმას ტკბილად გაუღიმა და დედას მიუბრუნდა. ტორტს შევჭამდი, გმადლობ. უნაკლო ულიამმა ამდენს უკვე ვეღარ გაუძლო. თეფშს ხელი დაალო, ოლივერს დაუმიზნა და სპაგეტი პირდაპირ თავში გაუქანა. დლუპ. ოლივერმა დახრა მოასწრო და სპაგეტი მის ნაცვლად დედას მოხვდა თავში. პომიდრის соуსი ჯერ კისერზე ჩამოეწუწა, შემდეგ კი ახალ ყვითელ ფუმფულა ჯემპრზე. ულიამ ერთხმად იყვირეს დედამ და მამამ. შეუნავარო ბიჭო, იკილა დედამ. ახლა შენს ოთახში მიბრძანდი. აჰყვა მამაც. ცრემმორეული უნაკლო ულიამი თავისი ოთახისკენ გაქანდა. განრისხებულმა დედამ სახიდან სპაგეტი უსიტყვოდ ჩამოაწმინდა. ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა და ოლივერმა ყველანაირად სცადა. არ გასცინებოდა, პირიც კი მოკუმა მთელი ძალით, მაგრამ ამან არ უშველა და სამწუხაროდ სიცილი წასკდა. სასაცილო რა არის? მთელი ხმით იღრიალა მამამ. შენც ახლა შენს ოთახში მიბრძანდი. მამას აჰყვა დედა. მაგრამ ოლივერისთვის უკვე სულ ერთი იყო. ვინ იფიქრებდა უნაკლოდ მოქცევა, თუ ასეთი სახალისო იქნებოდა. ონავარი ოლივერის ცეკვის გაკვეთილი. ბაჯ სპილოსავით დააბიჯებდა ოლივერი. წკაპ წვიმის ცეკვაში დახელოვნებას ცდილობდა უნაკლო ულიამი. მას სასკოლო წარმოდგენაში მოცეკვავე წვიმის წვეთი უნდა განესახიერებინა ოლივერსაც, თუმცა მას არ სურდა წვიმის წვეთი ყოფილიყო, არც პომიდრის ნედლილობიოს და ან ბანანის განასახიერება სურდა. ბაჯ დააბაჯებდა ოლივერი მძიმე და უხეში ბათინკებით. წკაპ და წკაპუნებდა ულიამის საცეკვაო ფეხსაცმელებით. არასწორად აკეთებ, ოლივერ, ძმას შეუსწორა ულიამმა. სულაც არა, არ დაუთმო ოლივერმა. არასწორია მეთქი, ჩვენ ხომ წვეთები უნდა განვასახიეროთ, არ მოეშვა ულიამი. ბაჯ განაგრძო ოლივერმა. ჯუნგლებში მოებაჯბაჯე სპილოსავით, რომელიც ყველა შეხვედრს გათელვას უპირებს. სოლო პარტია უნდა ვიმეცადინო და შენი ბაჯბაჯი ყურადღებას მიფანტავს, დაიწუწუნა ულიამმა. არ მანაღვლებს, დასჭექა ოლივერმა. მძულს ცეკვის გაკვეთილი და ყველაზე მეტად შენ მძულ ხარ. მაგრამ მთლად ასეც არ იყო საქმე. სინამდვილეში ონავარ ოლივერს ძალიანაც უყვარდა ცეკვა. ცეკვავდა თავის საძინებელში, კიბეზე, ახალ დივანზე და სამზარეულოს მაგიდაზეც კი. ერთი სიტყვით, ცეკვავდა ყველგან. აი, სხვა ბავშვებთან ერთად ცეკვა კი ნამდვილად სძულდა. არ შეიძლება ცეკვის მაგივრად კარატეზე ვიარო? ჩიოდა ოლივერი. ყოველ შაბათს. არა, ეგ მეტისმეტად სასტიკი სპორტია, არ აგვიანდება დედის პასუხი. და ძიუდოზე თავისას არ იშლიდა ოლივერი. არა ნიშნავს არას, მკაცრად უმეორებდა მამა. ასე რომ ყოველ შაბათ დილით 9 საათსა და 45 წუთზე მამა შვილებს მის მოუთმენლობა ტუტუს საცეკვაო სტუდიაში მიაცუხცუხებდა. მის მოუთმენლობა ტუტუ ერთი გალეული ქალი გახლდათ, გრძელი და გაქონილი ჭაღარა თმით. წვეტიანი ცხვირის, წვეტიანი იდაყვებისა და დაკოჟრილი მუხლების პატრონს არასდროს უღიმებოდა. იქნებ ამის მიზეზი ის იყო, რომ მის მოუთმენლობა ტუტუს ცეკვის გაკვეთილები მობეზრებოდა. მის მოუთმენლობა ტუტუ ვერ იტანდა ხმაურს, მისი მოუთმენლობა ტუტუ ვერ იტანდა ბავშვებს, ყველაზე მეტად კი მის მოუთმენლობა ტუტუ ვერ იტანდა ონავარ ოლივერს. და ეს არც იყო გასაკვირი,
როცა კი მის მოუთმენლობა ტუტუ დაჰკივლებდა. კლასო, მარცხენა ფეხები მაღლა ასწიეთო. ჰარში 11 მარცხენა და 1 მარჯვენა ფეხი იწეოდა. როცა მის ტუტუ ქუსლი წვერის მოძრაობის ბრძანებას გასცემდა, იწამს 11 მოხდენილი ტერფი შესაბამის მოქმედებას ასრულებდა. 1 მოუქნელი ტერფი კი პირიქით წვერი ქუსლის მონაცვლეობით იწყებდა მოძრაობას. როდესაც მის ტუტუ დაიყვირებდა მარჯვნისაკენ, 1 ტანი მარცხნივ შეტრიალდებოდა, დანარჩენი 11 კი მარჯვნივ. ამიტომ ოლივერის გვერდით ან სიახლოვეს ცეკვა არავის ეპიტნაობოდა, არც დღევანდელი გაკვეთილი იყო გამონაკლისი. მის ტუტუ ოლივერმა ფეხზე დამაბიჯა და იჩივლა ფეხარდმა ფრედიმ. მის ტუტუ ოლივერმა ფეხი ჩამარტყა, აწუწუნდა ზარმაცის ზინა. მის ტუტუ ოლივერი დამეჯახა, აბუზღუნდა ბაქია ბელა. ოლივერ იკივლა მის ტუტუმ. გისმენთ, გაეპასუხა ოლივერი. მე მომთმენი ქალი ვარ, მაგრამ შენ ჩემი მოთმინების ფიალა აავსე. კბილებში გამოოცრა მის ტუტუმ. კიდევ ერთი უნაურობა და ძალიან ინანებ. მაინც როგორ ვინანებ, შეჰბედა ოლივერმა. მის ტუტუ წამოიმართა, გრძელი, გალეული, თითი ასწია და ყელში გამოისვა. ოლივერმა გადაწყვიტა შეტაკება სხვა დროისთვის გადაედო. განძე გადგა და კბილები დაკრიჭა. ვეებერთელა ნიანგივით, რომელიც მის ტუტუს გადასანაცვლას უპირებდა, დღეს ჩვენი გენერალური რეპეტიციაა. წარმოდგენის წინ დაიჭხილა მის ტუტუმ, ამიტომ ყველაფერი უნაკლოდ უნდა შესრულდეს. 11 სახე მასწავლებელს მიაშტერდა, მხოლოდ 1 დაჰყურებდა იატაკს, პომიდრებო და ლობიებო. წინ გასცა ბრძანება მის ტუტუმ. როგორც კი მის ტამპერი მუსიკას დაუკრავს, ყველანი მკლავებს გაშლით და დილას მიესალმებით. წვიმის წვეთებო, თქვენ უკან გიგანტური ფოთლების გვერდით დადექით და დაელოდეთ, სანამ ლობიოები ჯადოსნურ ბანანებს იპოვიან. შენ კი ოლივერ, მის ტუტუ მკაცრად გახედა ოლივერს. შეეცადე გამოგივიდეს, აბა ყველანი ადგილებზე მის ტამპერ, გთხოვთ, მუსიკა, ისევ დაიჭხილა ცეკვის მასწავლებელმა. მის ტამპერმა ფორტეპიანო ააჟღარულა, პომიდრები რწევარწევით დაბზრიალდნენ. ლობიოებმა პირუეტი შეასრულეს, ბანანები შეირხნენ და ტერფები დაჭიმეს. წვიმის წვეთები აწკაპუნდნენ. ყველა საქმეში იყო, გარდა ერთისა. ოლივერმა მკლავების აცაბაცა ქნევით მთელ ოთახს შემოურბინა და ბოლოს ლობიოებს შეასკდა. ოლივერ ისწავლა მის ტუტუმ. გისმენთ, მოიღუშა ოლივერი. ახლავე კუთხეში მიბრძანდი. ეს ამბავი ოლივერს ძალიანაც ესიამოვნა. კუთხეში მიჯდა და სანამ ულიამი თავის წვიმის წვეთის სოლოს ცეკვავდა, მანჭვა გრეხით ირთობდა თავს. წკაპ წკაპ წკუპ წკუპ წკაპ წკაპ წკუპ წკუპ. უნაკლოდ შევასრულე მის ტუტუ? დაინტერესდა ულიამი. უნაკლოდ. ულიამ როგორც ყოველთვის ამოისუნთქვა მის ტუტუ. და ტუჩის კუთხე ოდნავ შეუთრთულდა. ამაზე მეტად იგი არასდროს იღიმებოდა, მაგრამ როგორც კი სკამზე გადათხლა შრულ ოლივერს მოჰკრა თვალი, პირი მომუწა და ჩვეული მკაცრი გამომეტყველება დაიბრუნა. მის ტუტუ ოლივერთან მივიდა, ბიჭის სკამიდან ააბრძანა, ჯერ სცენის სიღრმეში უკრა თავი და დანარჩენ წვიმის წვეთებს ამოაფარა. შემდეგ კი გიგანტური მწვანე ფოთლის უკან მიუჩინა ადგილი და დაჰკივლა. აქ იდგები,
მაგრამ ასე ხომ ვერავინ დამინახავს? აღმოხდა ოლივერს, სწორედაც რომ დასჭექა გავლებულმა მასწავლებელმა. დადგა წარმოდგენის დღე, მალე ფარდა აიწეო და სცენაზე ჩამომწკრივებული ბავშვები გასულიყვნენ. უნაკლოური ამის ერთი სული ჰქონდა, აღტაცებისგან შეკუნტრუშებულიყო, მაგრამ ბუნებრივია, თავს იკავებდა და მშვიდად იდგა. ონავარ ოლივერს სულაც არ უხაროდა, არ მოსწონდა წვიმის წვეთად ყოფნა, მაგრამ გიგანტური მწვანე ფოთლის უკან მოცეკვავე წვიმის წვეთის განსახიერება კიდევ უფრო ესიკუდილებოდა. ამასობაში მის ტამპერი პიანინოსთან მიბაჯბაჯებდა და კლავიშებს დაუარა. ფარდა ჰაერში ასრიალდა სხვა მშობლებთან ერთად წარმოდგენას ოლივერის დედმამაც ესწრებოდა. როგორც ყოველთვის, უკანა ადგილები აერჩიათ, რომ საჭიროებისას დარბაზიდან შეუმჩნევლად გაძულიყვნენ. წინა ხაზზე ამაყად გაჯგიმულ უილიამის ხელს უქნევდნენ და უღიმოდნენ. ოლივერს ვერსად ვხედავ, შენ ხედავ, მამას გადაურჩურჩულა დედამ. ოლივერის მამამ სცენას თვალი შეალო და მწვანე ფოთლის უკან ამორჩილი წითური თმა შეამჩნია. მგონი ფოთლის უკან უნდა იდგეს, ივარაუდა ეჭვნარევი ხმით. ნეტავ რატომ იმალება, მორცხობა რომ არ სჩვევია, დაეჭვდა დედა. წამოიწყო მამამ, მაგრამ გვერდით მსხდომმა მშობლებმა გააჩუმეს. ოლივერი ამ დროს ჯადოსნური ბანანების მაძიებელ ფეხაკრებით მოსიარულე პომიდრებისა და ლობიოებს შესცქეროდა. უკან დგომას სულაც არ ვაპირებ, გაიფიქრა ბიჭმა და წვიმის წვეთებში გაიკვლია გზა. ნუ მაწვევი ოლივერ და ისისინა ზარმაცმა ზინამ. ოლივერი უფრო მეტად მიაწვა და სხვა წვიმის წვეთებთან ერთად აწკაპუნდა. მის ტუტუმ გალეული მკლავი გაიშვირა და ოლივერის სცენის სიღრმეში გააცუხცუხა. რა თავში ვიხლი ამ წვიმის წვეთებას, ფიქრობდა ოლივერი. უკეთესიც კია, აქ დამალულს ხომ ყველაფრის კეთება შემიძლია. პომიდრები რწევარ-წევით დაბზრიალებდნენ. ლობიოებმა პირუეტი შეასრულეს, ბანანები შეირხნენ და ცერებზე შედგნენ. წვიმის წვეთები აწკაპუნდნენ. ხოლო ოლივერმა ზურგს უკან ხელები ასწია. პტეროდაქტილივით, რომლებიც მის ტუტუს უნდა დასცხრომოდა თავს. თავის წარმოსახვაში იგი ირაოს უვლიდა და მიზანში ამოღებულ მსხვერპლს დასტრიალებდა. ამასობაში უნაკლო უილიამი წინ გაიჭრა სოლოს შესრულებად. წკაპ, 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 წკაპ. მერე კი უცებ ბრახ! ჩამოვარდა ერთი გიგანტური ფოთოლი და წვიმის წვეთები ერთიანად ქვეშ მოიყოლია. წვიმის წვეთებიც პომიდრებში აიზილნენ. პომიდრები ლობიოებს დაემყნენ თავზე, ლობიოები ბანანებს დაეძგნენ. უნაკლო უილიამმა უკან მიიხედა, ნეტავ რა ხდებაო? და ცეკვა-ცეკვით პირველი რიგისკენ გადაეშვა. მის ტუტუს გული წაუვიდა. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სცენაზე ფეხზე იდგა, ოლივერი იყო. იგი მონდომებით ასრულებდა სპილოს სოლოს. ბაჯ, 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 ბაჯ. არც ბიზონის სოლო დაივიწყა. ბუმ, 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 ბუმ. უილიამი ამაოდ ცდილობდა სცენაზე დაბრუნებულიყო. ამასობაში ფარდა დაეშვა. სამარისებური ხანგრძლივი სიჩუმე ოლივერის მშობლების ტაშმა დაარღვია, მაგრამ მალევე შეწყდა, რადგან არავინ აჰყვა. სხვა მშობლები წამოიშალნენ და მის ტუტუს ყვირილით მისცვივდნენ. არ მესმის ამ ონავარ ბიჭს ამ ხელა სოლო რატომ მიეცით, როცა ჩემს ზინას იატაკზე წოლის გარდა
არაფერი უკეთებია, კიო და ზარმაცი ზინას დედა, ჩემი ფრედი გაცილებით უკეთზე გავს, ვიდრე ის ბიჭი, სოლო ფრედის უნდა შეესრულებინა ყვირო და ფეხმარდი ფრედის მამა. არ ვიცოდი თანამედროვე ცეკვას თუ ასწავლიდით მის ტუტუ ბაქია ბელას დედამ ქალიშვილი ხელი დაავლო და ოთახიდან შურდულივით გავარდა. ოლივერ დასჭექა მის ტუტუმ. ახლავე მიბრძანდი ჩემი სტუდიიდან. ვაშა შესწახა ოლივერმა. იცოდა რომ მომდევნო შაბათს ნანატრი კარატეს გაკვეთილი ელოდა. უნავარი ოლივერი და ჯიუტი ჯულია. მე კაპიტანი გაუჭა ვარ. არა, მე ვარ კაპიტანი გაუჭა, აყვერდა უნავარი ოლივერი. არა, მე, გაიმეორა ჯიუტმა ჯულიამ. ერთმანეთს ავად გადახედეს, ამიტომ რომ კაუჭი ჩემია. დაბეჭითებით განუმარტა ჯულიამ. ჯიუტი ჯულია მეზობლად ცხოვრობდა. მას და უნავარ ოლივერს ერთმანეთი დიდად არ ეპიტნავებოდათ. მაგრამ როდესაც თავხედ თომასს არ ეცალა, გენიოსი გერტრუდა გაცილებული იყო, ჯაჯღანა ჯეინი კი გაბუტული გახლდათ. ჯიუტი ჯულია ღობეს გადაახტებოდა და უნავარ ოლივერთან სათამაშოდ გარბოდა. ისე ახლა ჩემი კაპიტნობის ჯერია, გამოაცხადა უნაკლო ულიამმა. როდემდე უნდა ვიყო პატიმარი, პატიმარო ჩუმად იღრიალა ოლივერმა. პატიმარო ფიცარნაგზე იარე, ბრძანა ჯულიამ, მაგრამ უკვე 14 ჯერ არ გამოვიარე ამ ფიცარნაგზე, აჯოჯღუნდა ულიამი. არ შეიძლება ახლა კაპიტანი ვიყო, არავითარ შემთხვევაში გზიდან გამომეცალე ჭიაყელა დასჩხავლა. ჯულიამ და კაუჭის და ტრიალითა და ხმლისქნევით გემბანზე გაიჭრა. ჯულიას ბევრი სათამაშო ჰქონდა, თვალის ასახვევები, თავის ქალები, წვიმის ძველები, ფრთა გარჭობილი ქუდები, ხმლები, ხანჯლები და დიდი დანებიც. ოლივერს კი ერთადერთი რაც ებადა უბრალოდ ჯოხი იყო. სწორედ ამიტომ მოსწონდა ჯულიასთან თამაში, მაგრამ ჯულიას ხმლებით თამაშის ნებართვის მოსაპოვებლად ბიჭს საშინელი რამეების კეთება უწევდა. მაგალითად, უნდა მჯდარიყო და დაელოდებოდა, სანამ ჯულია წიგნის კითხვას მოორჩებოდა, ან მასთან ოჯახობა რა ეთამაშა. ყველაზე უარესი კი ის იყო, ოღონდ არავისთან წარმოგცდეთ, რომ ზოგჯერ ჩვილის განსახიერებაც უწევდა. ოლივერმა წინასწარ არასდროს იცოდა, ჯულია რას მოიმოქმედებდა, კლავზე ობობას თუ დაასვამდა. ჯულია იცინოდა, თმებს თუ მოკაჭავდა, ჯულია უარესად ჩააფრინდებოდა. თუ დაუყვირებდა, ჯულია უფრო ხმამაღლა დაყვირდებოდა, აღერდებოდა, ან უბრალოდ თავს მოიკატურებდა ვერ გავიგონეო. ზოგჯერ ჯულია კარგ გუნებაზეც იყო, მაგრამ როგორც წესი ჯიუტი და აუტანლად ჯუჯღუნა გახლდათ. აღარ ვთამაშებ თუ კაპიტანი არ ვიქნები, გამოუცხადა ოლივერმა. ჯულია წამით დაფიქრდა, მოდი ორივე კაპიტნები ვიყოთ, გადაწყვიტა უცებ. მაგრამ ჩვენ ხომ ერთადერთი კაუჭი გვაქვს, შეახსენა ოლივერმა, რომლითაც ერთხელაც არ მითამაშია, მოიკნევა ულიამმა. პატიმარო ხმა ჩაიგდე ულიამს შეუღრინა ჯულიამ. მერე კი ოლივერს მიუბრუნდა. მისტერ სმი, ციხეში მიიბრძანდით პატიმარი. არასდროს არ მივაბრძანებ, უარეს ტკიცა ოლივერმა. ამისთვის ჯილდოს მიიღებთ, მისტერ სმი. დაპირება არ დაიშურა. კაუჭ მომარჯვებულმა კაპიტანმა მისტერ სმიმ ციხისკენ უხალისოდ წაათრია პატიმარი. ახლა კი მოულბა კაპიტანი კაუჭა. პატიმარო, თუ ჩუმად იქნები, გაგათავისუფლებთ და შეიძლება მეკობრე გახდე.
კაუჭი მომეცი, შეჰბედა მისტერ სმითს. კაპიტანმა უხალისოდ გადასცა კაუჭი. ახლა მე ვარ, კაპიტანი კაუჭა. შენ კი მისტერ სმით, შესახა ოლივერმა. გიბრძანებთ, ყველამ ფიცა ნაგზე იაროთ. მომეძრდა მეკობრობანას თამაში, გამოაცხადა უცებ ჯულიამ. მოდი სხვა რამე ვითამაშოთ. ოლივერი გადაირია, ზუსტად ჯიუტი ჯულის ნაირის საქციელი იყო. არა, მე მეკობრობანა მირჩევნია, იყვირა. გულისამულმა ოლივერმა. აი მე კი არა, დამიბრუნე ჩემი კაუჭი, მოითხოვა ჯულიამ. არა, გაჯიუტდა ოლივერი. მაშინ ჯიუტმა ჯულიამ პირი დააღო და საშინელი ყვირილი მორთო, ხოლო როცა ყვირილს მორთავდა, შეეძლო გაუჩერებლად ეყვირა და ეყვირა და ეყვირა. ოლივერმა მაშინვე დაუბრუნა კაუჭი, ჯულიას გაეღიმა. მომშივდა, თქვა მხიარულად, რამე გემრიელი საჭმელი არ გაქვს? ოლივერს თავის ოთახში 3 შეკვლა ჩიფსი და 7 შოკოლადის ნამძღვარი ქონდა გადამალული, მაგრამ ჯულიასთვის ნამდვილად არ ემეტებოდა, ამიტომ შესთავაზა. ბოლო კი მაქვს. კიდევ ჩაეძია ჯულია. სტაფილოც არ გატყდა ოლივერი. კიდევ არ მოეშვა ჯულია. კიდევ სალაფავი არ დაიბნა ოლივერი. ეგ რაღაცა დაინტერესდა ჯულია. განსაკუთრებული რამეა და მხოლოდ მე ვამზადებ, დაიკვეხნა ოლივერმა. მაინც რა შედის მაგ სალაფავში? საიდუმლოა, ჩაიხითხითა ოლივერმა. რაღაც საზიზღრობა იქნება, იეჭვა ჯულიამ. რა თქმა უნდა საზიზღრობაა, კვერი დაუკრა ოლივერმა. მე ყველაზე საზიზღარი სალაფავის მომზადება შემიძლია, თავი მოიწონა ჯულიამ. ნუ რას უკაცრავად, ჩემზე უფრო საზიზღარ სალაფავს ვერავინ ამზადებს. არ ჩამორჩა ოლივერი. აბა სალაფავის ჭამაში გიწევ, შესცინა ჯულიამ. მაშინ მეც გიწევ, ოღონდ პირველი შენ შეჭამ. კარგი დასთანხმდა ჯულია და დააყოლა. სალაფავის მზადება ლოკოკინებით და ჭიაყელებით იწყება. მერე ადგა და ბუჩქებში მათ მოსაძებნად შეძვრა. აი, დავიჭირე შესახა ცოტა ხანში და მსუქანი ლოკოკინა ცხვირთან მოუტანა ოლივერს. ახლა კი ჭიაყელებს მიუხედოთ. გოგო ისევ მუხლებზე დაეშვა და მიწის ჩიჩქნას შეუდგა. სალაფავში გარეთ მოპოვებული საკვებს ვერ გაურევ. სწრაფად გადაწყვიტა ოლივერმა. სალაფავი მხოლოდ და მხოლოდ სამზარეულოს ინგრედიენტებით მზადდება. ჯულიამ დაიჭვებით გადახედა. მეგონა სალაფავის ვამზადებდით. ეგრეა, მაგრამ ჩემბურად გავაკეთებთ, რადგან ჩემს სახლში ვართ. ჯიუტმა ჯულიამ და ონავარმა ოლივერმა გაპრიალებულ სამზარეულოს მიეშურეს. ოლივერმა ხის 2 კოუზი და ვეებერთელა წითელი ჯამი გადმოიღო. მე ვიწყებ, გააფრთხილა ჯულიამ. მერე განჯინასთან მივიდა და კარი ფართოდ გამოაღო. შვია და ოლივერმა შვიას ჯამში ჩაუძახა. ამასობაში ჯულიამ მაცივარში შეიხედა და პატარა ჯამს დასწვდა. ცოტა ცომი და შვიას ცომი დაატყეპა. კომბოსტოს სალათა, ისპანახი, ყავა, იოგურტი, ფქვილი, ძმარი, მოხარშული ლობიო, მდოგვი, ობიანი ყველი, წიწაკა, დამპალი ფორთოხალი და კეჩუპი. დაიყვირა ოლივერმა და კეჩუპი ჯამში ჩაცალა. ახლა ავურიოთ, თქვა ჯულიამ. ონავარმა ოლივერმა და ჯიუტმა ჯულიამ კოუზები მოიმარჯვეს. სალაფავის მორევას შეუდგნენ მთელი ძალით, უფრო და უფრო სწრაფად, მეტი და მეტი მონდომებით, გამეტებით ურევდნენ სალაფავს. სალაფავის წვეთები ჭერს სწუდამოდა და იატაკს ეწუწებოდა. საათსაც შესძახა და კარსაც შეეშხეფა. ჯულიას თმასაც შეგლისა და ოლივერის სახეზაც შეეზილა.
ჯულიამ ჯამში ჩაიხედა და ასეთი საზიზღარი ცხოვრებაში არაფერი ენახა. მზად არის დაასკვნა მან. უნავარმა ოლივერმა და ჯიუტმა ჯულიამ სალაფავიანი ჯამი მაგიდაზე დადგეს. შემდეგ ჩამოსხდნენ და ერთად მიაშტერნენ აზელი, ლორწოვან, გაწებილ, აყროლებულ, გაქონილ, ამღვრეულ სალაფავს. აბა პირველივე ჭამს იკიტახა ოლივერმა, ძალიან ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა. ოლივერ ჯულიას უყურებდა, ჯულია კი ოლივერს არაშორებდა თვალს. მე გამბადაობა ჩინა ბოლოს ჯულიამ სულაც არ მეშინია, შემდეგი ხის კოლზის საფალავით გაუსო და პირში გამოივლო. სახეზე ჯერ ვარდისფერი, შემდეგ იისფერი, ბოლოს კი მწვანე ფერი დაედო. როგორი გემო აქვს, ინტერესით მოაშტერდა ოლივერი. მშვენიერი, ამოიბლუკუნა ჯულიამ. თან ცდილობდა ლუკმა როგორ გადაეყლაპა, მაშინ კიდევ გადაიღე, შესთავაზა ოლივერმა. არა, ახლა შენი ჯერია, ხელები გაასაუსავა ჯულიამ. ოლივერი წამით შეყონდა, სალაფავს დააკვირდა და უცებ წამოიძახა. დედაჩემი წარამარა ჭამას მიკრძალავს. ოლივერ, აღშფოთდა ჯულია. ოლივერმა კოუზის წვერით ერთი ბეწო სალაფავი აიღო. უფრო მეტი უნდა აიღო, შეყვირა ჯულიამ. ოლივერმა კიდევ ცოტა დაიმატა, იმას ჰგავდა, თუმცა ბიჭს არ უნდოდა ეფიქრა, რას ჰგავდა სალაფავი. ოლივერმა თვალები დახუჭა და კოუზი პირთან მიიტანა. ნიამ, გაწყალყნა პირი. არ გიჭამია? მიუხვდა ჯულია. ეს უსამართლობაა. ოლივერმა კოუზი ისევ პირთან მიიტანა და იმის წარმოდგენაც კი მაშინებს რა ამბავი დატრიალდებოდა სამზარეულოში, ვინმე რომ არ გამოჩენილიყო. ახლა შეიძლება გამოვიდე? გაისვა უცებ წრიპინი. ჩემი ჯერია, კაპიტანი უნდა ვიყო. უნავარ ოლივერს უნაკლო უილიამი აღარც კი ახსოვდა. კარგი, ნებადართო ძმას, დაბნეული უილიამი კართან აიტუზა და განაცხადა. შია, მოდი უილიამ, შენი წილი მზად არის. მაშინვე შესთავაზა ოლივერმა. უნავარი ოლივერის არდადეგები. უნავარი ოლივერი არდადეგებს ვერ იტანდა. მისთვის საუკეთესო არდადეგები დივანზე მოკალათებასა და ტელევიზორთან ჩიფსის ხრაშუნს ერქვა. მაგრამ სამწუხაროდ მისი მშობლები ყოველთვის სხვა რამეს გეგმავდნენ. ერთხელ ციხესიმაგრეების სანახავად წაიყვანეს, მაგრამ იმ ადგილას ციხესიმაგრეები არ დახვდათ, მხოლოდ ქვების გროვად და ჩამოშლილი კედლები ნახეს. აღარასოდეს გამოაცხადა ოლივერმა. მომდევნო წელს ძალიან ბევრ მუზეუმში მოუხდა წასვლა. აღარასდროს გამოაცხადეს მაშინ მშობლებმა. შერშან ზღვაზე გაემგზავრნენ და რა მწველი მზეა, წუწუნებდა ოლივერი. რა ცივი წყალია, მოთქვამდა ოლივერი. რა საზიზღარი საჭმელია, ბუზღუნებდა ოლივერი. რა ოღრო-ჩოღრო საწოლია, ჩიოდა ოლივერი. წელს გადაწყვიტეს განსხვავებული რამე ეცადათ. საფრანგეთში მივდივართ კარვებით, გამოაცხადეს ერთი დღეს მშობლებმა. ვაშა, იყვირა ოლივერმა. გიხარია ოლივერ? გაუცდა დედა. არდადეგების ამბავი ოლივერს ხომ არასდროს გახარებია. აბა რა, გულწრფელად მიულგო ოლივერმა. როგორც იქნა რაღაც წესიერი დაგეგმეს. ბიჭს კარვით მოგზაურობაზე უამრავი რამს სმენოდა ჯიუტი ჯულიასგან, რომელსაც მშობლებთან ერთად ემოგზაურა. ისინი დიდ კარავში ცხოვრობდნენ, სადაც კომფორტული საწოლები, მაცივარი, ღუმელი, საპირფარეშო, საშხაპე, მუსიკალური ცენტრი და უზარმაზარი 7-არხიანი ტელევიზორი იდგა. ოხ, მერთო, აღმოხდა ოლივერს. ბონჟურ, აჰყვა უნაკლო უილიამი. და აი, ნანატრი დღეც დადგა. ოლივერი, უილიამი, დედა და მამა საფრანგეთისაკენ. მივალ მალბორანზე მხიარულად ავიდნენ. ოლივერისა და უილიამის
ბორნით აქამდე არასდროს ემგზავრათ. ბორანი აქეთ-იქით ირწეოდა. ოლივერის კამიდან სკამს ახტებოდა. უილიამი კი ლამაზ პეისაჟებს ხატავდა. ოლივერის კამებს შორის დაქროდა. უილიამი კი რვეულში წებოვან სანიშნებს ამაგრებდა. ბორანი კვლავ იქით-აქეთ ირწეოდა. ოლივერი ბრუნავ სკამზე ძვრებოდა და ტრიალებდა. უილიამი კი თოჯინებით თამაშობდა. ბორანი კვლავ აქეთ-იქით ირწეოდა. მოგვიანებით ოლივერმა და უილიამმა სოსისებისა და შემწვარი კარტოფილის უზარმაზარი ულუფით იჯერეს გული. ბორანი კვლავ აქეთ-იქით ირწეოდა და ოლივერმა გულისრევა იგრძნო. გულისრევა იგრძნო უილიამმაც. ოლივერ სახე გაუმწვანდა უილიამსაც. მგონი გული მერევა ამოიკვნესა ოლივერმა და დედას გადაარწყია. მგონი რაღაც სიტყვა გაუწყდა უილიამს და მომას გადაარწყია. ო არა, აღმოხდა დედა. არა უშავს დაამშვიდა მამამ. ჯერა რომ ეს ჩვენი საუკეთესო არდადეგები იქნება. როგორც იქნა, ბორანი საფრანგეთში ჩავიდა. მანქანით გაუთავებელი მგზავრობის შემდეგ ბანაკიც გამოჩნდა და ოლივერს იქაურობა იმაზე უკეთესია ჩვენა ვიდრე წარმოედგინა. სახლივით დიდი კარვებიდან ტელევიზორის და მუსიკის საამური ჰანგები და მოწუწავე ბავშვების ჟივილ-ხივილი ისმოდა. უღრუბლო ცაზე მზე კაშკაშებდა. ვახ, ეს ბანაკი შესანიშნავად გამოიყურება. აღტაცება ვერ დამალა ოლივერმა, მაგრამ მანქანა გზა განაგრძო. გააჩერე, მამა, ბანაკს გავუცდით. აყვერდა ოლივერი, მაგრამ მამამ გადაჭრით განუცხადა. ჩვენ მაგ საშინელ ადგილს არ გავჩერდებით. მიდიოდნენ და მიდიოდნენ. აი, ჩვენი ბანაკიც, დიახ, ნამდვილი ბანაკი. ბოლოს და ბოლოს თქვა მამამ და ოლივერის თვალწინ ტრიალი კლდოვანი მიწა და მოკუფრული ცა გადაშალა. ქარში სამი პატარა კარავი შრიალებდა. იქვე ერთი ონკანი და რამოდენიმე ხე ჩანდა. სხვა არაფერი. შესანიშნავია სიხარულით აღარ იყო დედა. შესანიშნავია სიხარულით აღარ იყო უილიამი. და ტელევიზორისა და ასევდიანად კითხა ოლივერმა. მადლობა ღმერთს, აქ ტელევიზორი არ არის, მიუგო დედა. სამაგიეროდ წიგნები წამოვიღეთ. საწოლები სადღაა? არ მოეშვა ოლივერი. მადლობა ღმერთს, საწოლები არ გვჭირდება, აუხსნა მამამ. სამაგიეროდ საძილეტობრები გვაქვს. კი, მაგრამ საცურაო აუზი? ლამის გულს შემოაყარა ოლივერს. რად გვინდა აუზი? დინარეში ვიბანავებთ, მიუგო მამამ. და საპირფარეშო? ერთი კითხვა უილიამმაც დასვა. ამაზე მამამ მოშორები მდგარი კაბინა დაანახვა, რომლის წინაც სამკაციანი რიგი იდგა. ამ სიშორეზე უნდა ვიაროთ? თავი ვერ შეიკავა უილიამმა. მაგრამ მალევე დააყოლა. არა, კი არ წუწუნებ. დედამ და მამამ ნივთები ამოალაგეს. ოლივერი მხრებ ჩამოყრილი იდგა. კარვის გაშლაში უინდა გვეხმარება? იკითხა დედამ. მე, წამოიძახა მამამ. მე, მამას შეუერთდა უილიამი. ჩვენ უნდა გავშალოთ კარავი? ამოელოღლუღა შეძრწუნებულმა ოლივერმა. რა თქმა უნდა, არ დააყოვნა დედამ. აქ არ მომწონს, დაიწუწუნა ოლივერმა. მეორე ბანაკი მერჩევნია, მაგრამ ის ხომ ბანაკი არ არის? კარვებში საწოლები, საპირფარეშო, საშხაპე, მაცივარი, ღუმელი და ტელევიზორიც კი აქვთ. საშინელებაა, გააჯრჯოლა მამას. საშინელებაა, დაითანხმა უილიამი. ჩვენ კი მარტივი და მყუდრო კარავი გვაქვს. სიხარული ვერ დამალა დედამ. არაფერი თანამედროვე, მხოლოდ პალოები და ხის ლურსმნები. მაგრამ მე იქ მინდა, გაჭრეულდა ოლივერი. აქ ვრჩებით ოლივერ, ხმა გაუმკაცრდა მამას. არა, შესძახა ოლივერმა. კი, იყვირა მამამ და ოლივერის საშინელი ხმაურიანი ყურის წამღები, გულის გამგრემრივი
აცხარებით გაცხარდა. გეგონათ ოლივერი ვით ონავარ ბიჭს კლდოვან მიწაზე ნესტიან უბალიშო საძილე ტომარში ძილი ესიამოვნებოდა. წარად შეცდით. ოლივერს კომპორტული საწოლი უყვარდა. ქათქათა თეთრეული მოსწონდა. ცხელა ბაზანაზე გიждდებოდა მიკროტალღურ ღუმელში მომზადებულ კერძებზე, ტელევიზორსა და ხმაურზე ჭკუას კარგავდა. სამაგიეროდ ვეიტანდა ციუშხაბს, სუფთა ჰაერსა და სიწყნარეს. შორიდან ხმამაღალი მუსიკის ჰანგები აღწევდა. განა არ გიხარია, რომ იმ საშინელ ხმაურიან ადგილს არ გავჩერდით? კითხა მამამ დაყვირებით. ჰო, აბარა. კითხა მამამ დაყვავებით. ჰო, აბარა. დაამატა დედამ, ნამდვილად არ ჩამორჩა ულიამი. ოლივერმა კი წარმოდგენა თითქოს კარვების დამშლელი ბულდოზერი იყო. ოლივერ, კარავს ნუ ეჯახები, დასჭექა მამამ. ოლივერი უკვე ტირანოზაურ რექსად ქცეულიყო. ოჰ, შეჰყვირა ულიამმა. ოლივერ, ნუ ონავრობ, გააფრთხილა დედამ. შემდეგ მოკუფრულ ცას ახედა და იწვიმებსო დაასკვნა. ნუ ღელავ დაამშვიდა მამამ. როცა კარავს ვაწყობ, არასდროს წვიმს. ბიჭები წავიდეთ, კიდევ ცოტა შეშა მოვაგროვოთ და გამოაცხადა დედამ. მე არსადაც არ წამოვა, გაჯიუტდა ონავარი ოლივერი. სანამ მამა ოცონის დანთებას ცდილობდა, ოლივერმა ბოლო ხმაზე ჩართო თავისი მაგნიტოფონი და კვლელი ბიჭის ვირთხების სიმღერას აჰყვა. ოლივერ, ახლავე ჩაუწიე მუსიკას, უბრძანა მამამ. ოლივერმა ჩაუყრუა. ოლივერ ყვირილზე გადავიდა. მამა, გამორთე მეთქი. ოლივერმა სულ ცოტათი დაუწია ხმას. კვლელი ბიჭის ვირთხების საშინაო მუსიკამ 7 ბანაკი ააწიოკა. ხალხმა კარვებიდან გამოყო თავი და მუშტები მოუღერა ოლივერს. მაგნიტოფონი მამამ გამორთო. რა მოხდა მამა? გულუბრყვილოდ იკითხა ოლივერმა. არაფერი, მოკლედ მოუჭრა მამამ. მალე მკლავებზე შეშადაწყობილი დედა და ულიამი დაბრუნდნენ და ჟუჟუნა წვიმაც წამოვიდა. სახალისოა, ტაში შემოჰკრა დედამ და კოღო გასრისა. აბარა, დაეთანხმა მამა და ლობიოს კონსერვით ცეცხლს მიუშვირა. შესათბობად. ცოტა ხანში ჟუჟუნა წვიმა კოკისპირულად იქცა. ქარი ამოვარდა. კოცონი ჯერ ასისინდა და შემდეგ ჩაქრა. იქ არაფერი არ შემჩნევია. მამამ ლობიოს ცივად შევჭამთ. ნავახშმევს მალევე დედა ხვრინავდა. მამა ხვრინავდა. ულიამი ხვრინავდა. ოლივერი ბორგვავდა და შფოთავდა. თავის ნესტიან საძილე ტომარაში, როგორც უნდა ეცვალა გვერდი, ყველგან წვეტიან ქვებს აწყდებოდა. თითქოს ქვები არ კმაროდა. თავს კოღოები დასტრიალებდნენ. ალბათ ძილი არ მეღირსება. ეს საშინელი 14 დღე როგორ უნდა ავიტანო? გაიფიქრა სევდიანად და ფეხი ჰკრა ულიამს. მეხუთე დღეს 4 საათზე ციუსვალ სუნიან კარავში შეყუჟული ოჯახი ქარის მუილსა და კოკისპირული წვიმის შყაპუნს უგდებდა ყურს. გასეირნების დროა. აზრი გამოთქვა მამამ. შესანიშნავი იდეაა, დაეთანხმა დედა და თან დააცემინა. ბოტებს ავიღებ, ძალიან კარგი დააცემინებითვე. დაადასტურა ულიამმა. მე საწვიმრებს ვიპოვი, მაგრამ გარეთ ხომ თავს ხმაა, საწყლად იკითხა ოლივერმა. მერე რა, გაჯობია წვიმაში სეირნობას. უკან არ დაიხია მამამ. მე არ მოვდივარ, მოიბუზა ოლივერი. მე კი მოვდივარ, მერე რა, რომ წვიმს, თავი გამოიდო ულიამმა.
მამამ კარვიდან გაიხედა და გამოაცხადა. გადაუღია, ცეცხლს დავანთებ. მაინც არ წამოვალ, გაჯიუტდა ოლივერი. კარგი დასთანხმდა მამა და განაგრძო, შეშა უნდა მოვიმარაგოთ. ამიტომ ოლივერს შეუძლია კარავში დარჩეს. შეშა მოგროგოს და უდარაჯოს, რომ არ დასველდეს. ახლა ოლივერმა გაიჭრიტა კარვიდან. წვიმა მართლაც შემწყდარიყო, მაგრამ ცა ისევ მოკუფრული ჩანდა. წყალს კოცონი ჩაექრო. არ წავალ, გაიფიქრა ოლივერმა. ტყეში ტალახი და ნესტი იქნება. მერე იქაურობა მოათვალიერა. იქნებ ახლო-მახლო იყოს შეშაო. უცებ თვალი მოჰკრა კარვის დამჭერ მსხვილ მშრალ ხის პალოებს. ოლივერმა ჯერ მარცხნივ გაიხედა, შემდეგ მარჯვნივ გაიხედა. გარშემო კაცის შვილი არ ჭანჭანებდა. თითო კარვიდან თითო პალოს თუ ავიღებ, ვერც ვერავინ გაიგებს, გაიფიქრა ოლივერმა და ასეც მოიქცა. როდესაც დედა და მამა დაბრუნდნენ, თვალებს არ დაუჯერეს, რომ ხელა ცეცხლი აგიზგიზებია. შესწახა დედამ. ოჩახ, მშრალი შეშა გიპოვია, შეაქო მამამ. ქარი უბერავდა, ოლივერი ცივ წყალზე ტივტივებდა. უცებ თვალი გაახილა და თავი გააქნია და მიხვდა, რომ ეს სიზმარი სულაც არ იყო, მართლა ტივტივებდა. ტივტივებდა. მთელი კარავი მუხურია წყლით იყო სავსე. რამდენიმე წუთში ყველაფერი თავზე დაემხოთ. ოლივერი, ულიამი, დედა და მამა გარეთ თავსხმა წვიმაში იდგნენ და უსიტყვოდ შეჰყურებდნენ, როგორ ასკდებოდა წყალი ჩამოქცეულ კარავს. დანარჩენი გალუპული მოლაშქრეებიც ასე იდგნენ და თავიანთ ჩაფუშულ კარვებს თავს არ აშორებდნენ. ულიამმა დააცემინა, შემდეგ დედამაც დააცემინა, ბოლოს კი მამამაც დააცემინა. ოლივერს ხელა ახრჩობდა, ნახველს იფურთხებოდა და აცემინებდა. ვერაფერი გამიგია, გაოცებას ვერ მალავდა მამა. ჩემს გაშლილ კარავს ასეთი რამ არასდროს მოსვლია. რა გვეშველებაა? იკითხა დედამ. მე ვიცი, რაც უნდა ვქნათ, შესანიშნავი იდეა მაქვს, წამოიძახა ოლივერმა. 2 საათის შემდეგ დედა, მამა, ოლივერი და ულიამი სახლის მხელა კარავში გასაშლელ დივანზე მოკალათებულნი იყვნენ, ჩიფსებს ახრამუნებდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. კრიალაცაზე მზე ჩახჩახებდა. აი სწორედ ამას ქვია არ დადეგები, სიხარულს ვერ მალავდა ოლივერი.